მიქელაძე არის შავშანდელი ფინალისტი, შავშანმა ფინალი წააგო გარდაბნელ თორნიკე ძამაშვილს. მიქელაძე გახლავთ წითლებში. გარდაბანს ჯერჯერობით მე მგონი მედალი არ აქვს. გარდაბანს აქვს ერთი მეხუთე ადგილი ჯერჯერობით. მეხუთე ადგილი მედალი არ არის. დაიწყო ჩვენი დაპირისპირება, როგორც უკვე გითხარით, წითელი ფორმით გახლავთ თორნიკე მიქელაძე. ორივე აჭარელი სპორტსმენი არის, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. თუმცა პირველი წამები, ესეთ ნახევარი წუთი გავიდა უკვე და დაზურვას ვერ ვიტყვით. შეიძლება არ არის აქ ძალიან თავბრუდამხვევი ტემპი და არც ილეთი გაკეთებულა, მაგრამ დაზვერვითი ჭიდაობაც არ არის. აქ ჩხაიძეს მოუწოდებს მსაჯი აქტიურობისკენ. ერთი და იგივე სცენარი არის, დგომი, მაღალი დგომი, არც თუ მჭიდროდ კონტაქტური პერიოდულად არის კი, მაგრამ ხშირად ნუ ცოტათი თითქოს უფრო აქტიურია მიქელაძე და გამოიხატება, რომ ცენტრში უფრო ისე დგა ხოლმე და კიდევაც მისცეს ერთი ქულა მიქელაძეს და თან მეტოქის ჩოგჯენში ჩადგომა მოითხოვა. ნახოთ ალბათ აქ თავისი მედი და ნახოთ რამდენად შეძლებს დატრიალებას აქ. შევხენ შეყენება ნებაყოფლობითია მოგხსენება, შეგვიძლია დგომში აგზელო ჭიდაობა, აქტიური მოჭიდავი რჩევს ამას მეტოქე დგომში დარჩეს თუ ჩოგჯენში. აი ხა წამოსწია მიქელაძემ, მაგრამ რა ვიცი, პირველი სთავი ვერ გამოუვიდა და მეორე შანსიც აღარ იქნება, მეორე შანსი. დატრიალება ვერ შეძლო და დიდი რეზერვი ამისთვის არც ჰქონდა. აი ხლა დაბლიდან ცდილობს დატრიალებას, ვერც ეს შეძლო და მსაჯმა საბოლოოდ დგომში გააგზელა შეხვედრა. არა და პირველ ეპიზოდში ძალიან კარგად აკაჩა ლეიბიდან და აიყვანა დგომში. თუმცა უპირატესობა მიიღო ეს ერთქულიანი და ერთ-ერთი შემთხვევაში პირველი ქულის უპირატესობა. ხო, მაგრამ შეეძლო, თქვათ, მინიმუმ სამქულიანი უპირატესობა მიიღო, თუ საერთოდ ხუთქულიანიც არა. ხო, ნუ ვერ მოახერხა, დაიცვა თავი. ჩხაიძე. ჩხაიძემაც დაიცვა, მაგრამ მე უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითონ არ ეყო ამას ძალები ამ გდების შესასრულებლად. თვითონ არ იყო უფრო მზად გადაგდებისთვის. თორე თავდაცვა ისეთი იყო წინა შეხვედრაში, იქ ხოზრევანიძემ რო გვაჩვენა ჩოგჯენში თავდაცვა. ისევ ლეიბის ცენტრში გრძელდება დგომში შეხვედრა. ამჯერად კიდევ უფრო იშვიათად მიდიან ერთმანეთთან ახლოს. პირველი ნახევარი, ალბათ ამასაც ელოდებიან დროის გასვლას. ანალოგიურ სიტუაციაში თუ მიეცემა შანსი ჩხაიძეს. თუ გააქტიურდება და თუ ჩააყენებინებს მეტოქეს ჩოგჯენში. ეს რა ახალი წესი ბევრად ჯობია, რა თქმა უნდა, წინას იქ პირიქით იყო ხოლმე. ძალით არ აქტიურობდნენ ზოგჯერ პირველ პერიოდში. მეორე პერიოდში ელოდებოდნენ და აფეთქდებოდნენ და ერთ-ერთ იგებდნენ ხოლმე. ახლა ეს ერთ-ერთ პირიქით ის იგებს, ვინც თავში იყო მეტი აქტიური. იწყება მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ ერთით მული გახლავთ ანგარიში თორნიკე მიქელაძის სასარგებლოდ და აი ახლა ამ დაუწერელი კანონით სწორედ მიქელაძეს მოუწევს ჩადგომა ჩოგჯენში, ან პასიურად მიქელაძეს მიიჩნევენ თუ რაღაც სასაული არ გააკეთა. ხო, თუ ძალიან თვალსაჩინოდ აქტიური არ იქნება. კულა არ მოიპოვა და რაღაც. ავიდა ნახევარი წუთი.
მსაჯობ ჯერჯერობით არანაირი შეფასება არ გაუკეთებიათ პასიურობის. აი ახლა აჩვენეს ისე მიქელაძეზე აჩვენეს, როგორც უკვე თქვი, მოუწოდეს მას აქტიურობისკენ. ხო, ეხლა კიდევ ამსაჯმა მიიღოს რაღაც. აი მეორედაც და კი ბატონო მისცეს უკვე არტიკულა. სტატუს quo აღარ, თუმცა უპირატესობა ჯერ აქვს მაინც მიქელაძეს, რომელიც დასაწყისში იყო უფრო აქტიური. ხო, ეხლა ჯერჯერობით ამას ცვლიან ხოლმე, ეხლა წითელი ერთგან საერთება, აემთება ეს. ნუ ნახოთ აბა, ძალიან იოლად აი კიდევაც აენთო წითელ ძალიან იოლად წამოუდგა მიქელაძე, რა ვიცი, პრაქტიკულად ჩაიძეს არც კი უცდია მე მგონი შეტევა. ხო, მიქელაძეს აქვს უპირატესობა, ნახოთ ეხლა დარჩენილ წუთსა და 45 წამში რამე თუ მოხდება. ის ერთით-ერთები მოგებები იმ ძველი წესების დროს საკმაოდ ხშირი იყო. აქ აი ესეთ პირველი შემთხვევა, როცა წუთნახევარია დარჩენილი და ერთით-ერთით იგებს ერთ-ერთი. ასეთ შემთხვევაში უკვე პირველი ილეთის შემსვლელი არ ყოფილა აქ, რა თქმა უნდა, ის ვინც თავში იყო უფრო აქტიური. ნახოთ, ეხლა ჩაიძება მარტო აქტიურობა არ ეყოფა. ჭირდება მას მინიმუმ ხალისიდან გაყვანა მეტოქის. მიქელაძეს ისევ აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ჩაგჯენიბრალთ ახლა ქულა არ არის. ქულა არ არის და მეორე შანსი ჩაიძეს. დაატრიალებს და თუ ვერ დაატრიალებს მესამე აღარ მიეცემა შეიძლება. ჩაიძემ თუ ისე იჭიდავა ჩოგჯენში როგორც წინა შეხვედრაში, რა ვიცი. თუმცა ამჯერად მეტოქე ვერ გაიქცა, მაგრამ ჯერ ხელებიც არა, აი ახლა შეკრა უკვე ხელები. ცდილობს ამოქაჩვას, მაგრამ აქ მიქელაძეც ცოცავს და თავს იცავს ჯერჯერობით. აღარ იყო ძალები. ჩაიძე აშკარად ვერ ჭიდაობს ჩოგჯენში. ერთით-ერთი არის ის ავანგარიში და კვლავაც მიქელაძის ფულის უპირატესობა აქვს მიქელაძეს. შავშანელ ჩემპიონატში ეს წესი არ იყო, შემოვიდა სადღაც შუა სეზონიდან, აი 15 წლამდელების ჩემპიონატი იყო ოზურგეთში, იქ იყო პირველად. მუზაჩვიდმე წამი. თითქოს გააქტიურდა ჩხაიძე, მაგრამ არ ვიცი ხა რა შანსი შეიძლება მიეცეს რამე შეცდომა თუ არ დაუშვა. ჩხაიძემ დგომიდან ძნელია. ორი შანსი ჰქონდა მოკლედ ჩოგჯენში ჩხაიძეს რომელიც ვერ გამოიყენა და ეხა დარჩა ბოლო 15 წამი. შავშანდელი ფინალისტი ახლოა ჩემპიონობასთან. თორნიკე მიქელაძე. ორჯერ ჩოგჯენს როდესაც მოგცემა ეს უკვე ძალიან დიდი ფორა არის და წესრიგა გამოიყენა. თუმცა ამან ვერ შეძლო გამოყენება და თორნიკე მიქელაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ორი აჭარელი იყო ფინალისტი თორნიკე მიქელაძე და ჩხაიძე და ორი ოზურგეთელი გახდა. ბრინჯაოს პრიზიორი ჩვენ დაგვრჩა დღევანდელ დღეს ორი დაჯილდოება 67 და 82 კილოგრამის მე ხვალინდელ პროგრამაში შეგახსენებთ ხვალ იქნება თავისუფალ სტილში 65 86 92 ბერძნულ რომაულში 63 და 72 დაიწყება ეს ყველაფერი 11 ნახევარზე